მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ ვნახოთ ძალიან საინტერესო თემა, ვიცი რომ გიყვართ თქვენ. როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება უახლოს მომავალში. ვნახოთ ჩვენ საერთოდ ახლა რა მიდის, რა მოდის, ვნახოთ და რა იქნება შენი ძალა მაგ პერიოდში, რაში იქნება და ასე შემდეგ. კითხვები როგორც ყოველთვის მომზადებული მაქვს, ვიცი რომ ყავა უკვე მომზადებული გაქვთ, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს გრძელი გაშლები და საუბრები, ხო? ამიტომ მოემზადეთ და ვნახოთ. ახლა ვისაც უყვართ მოკლე გაშლები, გადადეთ ჩემ სხვა არხზე. იქ არის ბევრი საინტერესო მოკლე გაშლები. ვნახოთ ახლა ჩვენ თქვენი მიმდინარე ახლა ენერგია, აი ახლა ვნახოთ ენერგია თქვენი, რა ხდება ახლა თქვენში. ეს ავიღოთ ასე ამ დასტით მინდა რომ ვკითხო. შემდეგი ვნახოთ უკვე კითხვებს დავუსვე რამდენიმე კითხვას. ვნახოთ ახლა რომელი სფეროში დაიწყება თქვენი ცვლილება. ანუ უახლოს მომავალში ალბათ ერთი თვის განმავლობაში მაქსიმუმ 3 თვე აიღოთ რა. მაქსიმუმ 3 თვე აიღოთ და ჩაიფიქრეთ რა. ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ რომელი სფეროში დაიწყება თქვენი ანუ მთავარი ცვლილება, ეს შეიძლება იყოს სამსახური, სიყვარული, ფული, რაღაც ენერგიები, ვნახოთ რაც გეტყვის ჩვენთან, რა. ანუ მთავარი ახალი შანსი რა იქნება მაგ პერიოდში, შესაძლებლობები შეიძლება ადამიანი შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში ახალი, ვნახოთ რა იქნება. შემდეგი რა მიდის, რა დასრულდება უკვე ისეთი, რომელიც უკვე, ну, პრინციპში უკვე აღარც მუშაობს თქვენთვის და რა ის აღარც გჭირდებათ პრინციპში რა. რა იქნება, ანუ თქვენი ძალა, რაზე შეგიძლიათ რომ თქვენ დაეყარნოთ, ხო? ჩვენ ხო გვაქვს ყველას პირადი ძალა, აი მაგაზეც ვნახოთ ჩვენ აუცილებლად. რას გასწავლიან თქვენ ეს ცვლილებები, რომელიც შემოდის თქვენ ცხოვრებაში, ანუ შეიძლება ტრანსფორმაცია იყოს, შეიძლება ზრდა იყოს რამე თქვენი რა ამ პერიოდში. და რა თქმა უნდა, ვნახოთ შედეგი, ხო? რა შედეგს მოგიტანთ თქვენ ამ ცვლილებებისგან. ну, აი ეგრევე გვაჩვენებს, რომ რაღაცა პერიოდი სრულდება. ну, პრინციპში, ვინც ახლა უყურებს გაშლას, იცით თქვენ, რომ გაშლა არის საერთოდ აქტუალური მაშინ, როცა თქვენ მაგას გახსნით, მაგრამ ვინც ახლა ამ პერიოდში უყურებს, ახლა ეს წელი მთავრდება და ამიტომ გადავდებართ ჩვენ ახალ პერიოდში, რა თქმა უნდა. შეიძლება დაბადების დღეს ვიღაცა გახსნის, ეგაც ახალი პერიოდი არის ადამიანის მის ცხოვრებაში, როცა მისი ახალი წელი იწყება, ხო? აქ ვნახოთ ახლა ჩვენ ახლა ამ წუთში თქვენი ენერგია, აი ძალიან მაგარი ენერგია და განახლებთ ახლა მე თქვენ. თქვენ თვითონ ხართ, ეს არის რაინდი თასების, მაგრამ თქვენ არ აქვს მნიშვნელობა, გოგო ხართ, ბიჭი ხართ, არ აქვს მნიშვნელობა, აქ არის როგორი სიტუაცია, იცით? აი თითქოს და ნულის არკანი, ახლა როგორი ულამაზესი დასტა, ისე მომეწონა, ძალიან ახალი დასტები მაქვს დღეს თქვენთვის. და ესე იგი, აქ არის 6-იანი პენტაკლების, უბრალოდ გაჩვენებთ, როგორი ლამაზი და ახლა წაგიკითხავთ, რას გვეუბნება ჩვენ აქ ტარო. პირველ რიგში თქვენ თვითონ რაღაცა შედიხართ ისეთ ეტაპში, სადაც მიდის რას ნიშნავს განულება, ანუ ზუსტად აი ჩვენი თემა რა, ანუ რა შედის, ანუ ახალი, თქვენს უკვე უნდა გრძნობდეთ ამ ენერგიას, რომ რაღაცას მე ვტოვებ, აქაც დასტამ სად არის გვაჩვენა ჩვენ, რომ აქაც ნახოთ, რომ დასრულდა რაღაცა პერიოდი თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება დიდი გზა გამოიარეთ, რა თქმა უნდა, თუნდაც ახლა 1 წელი გავიდა, მაგრამ რაც მთავარია, თითქოს თქვენ გრძნობთ, რომ რაღაცა სამყარო მომიტანს მე ახალს, რაღაცა ახალი იდეები, ახალი შეიძლება სამსახური, ახალი თუნდაც ახლა განახლებული ურთიერთობა, თქვა თუ დაუშვათ თქვენ ყავთ ადამიანი, რომელიც გიყვართ, ან ფინანსები, შეიძლება ვიღაცისთვის დაჟე სამსახურიც იქნება ნულიდან, ან შეიძლება რამე პროექტები. ну, ყველა ვარიანტში არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ახლა ვნახავთ აქ რომელ სფეროს გვაჩვენებენ.
თქვენ თითქოს გრძნობთ, რომ რაღაცა იცვლება ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ თქვენ ამას იღებთ პოზიტიურად, რაც მთავარია, იმიტომ რომ აქ ახლა ამ ორაკულში, რა თქმა უნდა, რა ენდი არის, აქ სიყვარულის უნდა მეთქვა თასების, ულამაზესი, უმშვენიერესი და ადამიანი, რომელიც შეიძლება ხელოვანი ადამიანი ხარ, შეიძლება даже არ გამიკვირდება ვიღაცას ახალი ნიჭი გაგეხსნა დაუშვათ და შეიძლება ხატვა დაიწყეთ, სიმღერა დაიწყეთ, ნუ რაღაცა ისეთი რა. და თქვენ რაც მთავარია გჯერათ იმის, რომ რასაც იქნება ჩემ ცხოვრებაში, ხო, აუცილებლად სამყარო დამაჯილდოებს რა, იმიტომ რომ მე უნდა გავცე, რას ნიშნავს მე X ენერგია, მე უნდა გავცე და ადვილად მივიღო. ეს არის აი ზუსტად ადვილი მიღება, მიმოცვლა ენერგიის, აი ასე დავდებ. ადვილია რა, იმიტომ რომ აქ სხვათა შორის ახლა ნუ უკვე ბევრჯერ მithქვამს და იცით თქვენ ვინც ახლა უყურებს დეკემბერში მექნება ძალიან მაგარი ტრენინგი, ბევრი უკვე მაქვს ტექნიკები მეცნიერად მოძიებული, რომელიც მაგრად მუშაობს, აი როგორ შეგიძლია რომ სიუხვე ადვილად მიიღო შენ ცხოვრებაში და შენი სურვილები ადვილად აგისრულდეს. ეს არის ძალიან მაგარი, საინტერესო. მე სულ მაგ თემაზე ვმუშაობ, ძალიან მიყვარს ეს თემა და ამიტომ მინდა გაგიზიაროთ, რა თქმა უნდა, ვისაც გაინტერესებთ, ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ამ ტრენინგზე. ვიდეოს ქვეშ არის ლინკი, Telegram არხი, სადაც ჩემი დამხმარე ჯგუფი დაგეხმარებათ, გეტყვით, როგორ რანაირად და სად ჩატარდება ეს ტრენინგი. ნუ გინდათ, რა თქმა უნდა, რომ თქვენი სურვილები მალე აგისრულდეთ რა. მაგრამ ეგრევე გაფრთხილებთ, რაღაცა ლამაგისეს უნდა გააკეთეთ. ეს არ იქნება ისე, რომ მე თქვენ რაღაცა ადრგლუკოზა მოგეცეთ და იმ მეორე დღესვე არა. აქ არის სამუშაო, იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ სასიამოვნო, რაც მთავარი, ძალიან სასიამოვნო სამუშაო არის თქვენს თავზე. კარგით, ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ პირველი, так, მოხო სწორედ თქვი რა ხა აქ. ანუ ეხლა ნახეთ სად რომელ სფეროში იქნება თქვენი ცვლილება. მაჩვენებენ რას, იცით? პრინციპში თქვენი მფარველი ანგელოზი არის ეს რა. ანუ даже ვეთყოდი რომ თქვენი სულიერი განვითარება იქნება ნამდვილად მე-14 ენერგია, ეს არის ახლა უკვე ვინც ჩემთან მატრიცაზე სწავლობს, მატრიცის კურსზე, ნუ ჯერ არა ვართ მისულები მე-14 ენერგიაზე, მაგრამ მე გაიგებენ, რომ ეს ყოველთვის არის ჩვენი რაღაცა სულიერი ნიჭის გახსნა. აქ როგორც გითხარით, აი წეღან ტყუილ არ მეთქვე, რომ შეიძლება ზოგი დაიწყებს თქვათ ახლა მაგალითად არასოდეს არ გაგიკეთებიათ სიტყვაზე მედიტაციები, დაიწყეთ მედიტაციების გაკეთებას, ხო? შეიძლება არასოდეს არ გიწერიათ ლექსები დაიწყებთ ლექსების წერა, შეიძლება დაუშვათ არ გიმღერიათ, მაგრამ ან რაღაცა ესეთი ნიჭი, რომელიც თქვათ ახლა აქ ძალიან კარგი რა არის, იცით? აი თქვათ ღამე, ხო, ნუ ღამის პერიოდი კარგი, როცა ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თქვათ ცნობიერსაც ველაპარაკოთ, ან ჩვენ მფარველ ანგელოზებს, რომ აი ჩემო ანგელოზებო, მირჩიეთ, სად წავიდე, სად რა ავირჩიო, რა გზა ავირჩიო, რა შეე ჩემი ნიჭი. მე ეს გამომიყენებია სხვათა შორის, სანამ აი ტაროლოგი გავხდებოდი, როცა ბევრი ცოდნა დაგიგროვდა და მე ვეკითხებოდი, რომ ღმერთო, მასწავლე, ჩემ მფარველ ანგელოზებო, სად წავიდე, ვის გავცე ეს ჩემი ცოდნა. და მართლა ძალიან კარგი არის, აი აქ, ნუ მოდით ახლა მაინც ჩვენ დავაზუსტოთ კიდე ახლა რაზე უფრო უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელ სფეროს, იმიტომ რომ ნუ ეს მაღალი არკანია და შეიძლება გვაჩვენოს ბევრი რაღაცა, მაგრამ ჩვენ მაინც დავაზუსტოთ, აი უფრო რომელ სფეროს უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენ. ნუ სულიერ განვითარება არის უეჭველი 1000%-იანი. აჰა, თასები წამოვიდა. აქ ნახეთ როგორი სიტუაცია აქ არის თქვენზე ლაპარაკი კი. თქვენ რა თქმა უნდა თქვენზე ლაპარაკი. აქ არის როგორი სიტუაციას გვაჩვენებენ თქვენ, რომელ სფეროში იქნება სასიყვარულო სფეროში. თქვენ იმიტომ გეუბნეთ, რომ მოთმინებად შეიძლება იყოს, ეს მოთმინება უნდა ისწავლოთ, შეიძლება სხვანაირი მიდგომა. აი თუ დაუშვათ თქვენ იყავით აი წინდად ბევრი რაღაცები, ხო? ანუ ვერ იღებდით, თქვათ, დაუშვათ აი გაკვეთილებს, რომელიც თქვათ, ჩვენ სულ ვიძახეთ გაკვეთილი და რაღაცა თქვენ შეიძლება ბრაზდებოდით რაღაც მომენტებზე, ხო? აი ეხლა თქვენ უნდა ისწავლოთ ზუსტად აი სწორი მიდგომა, თუ ადამიანი გიყვარს, ხო?
არ არის საჭირო რომ ეგრევე თუ რამე არ მოგეწონება დაასრულო. მე ვიძახე თუ გიყვარს რა, იმიტომ რომ აი ესეთი პერიოდები, ნახეთ თავიდან როცა იწყება თქვა ადამიანების გაცნობა, ხო? როცა ადამიანები თქვა, ну, ეს კონფეტნე-ბუკეტნი პერიოდს რო ეძახენ, ხო? როცა მიდის მიმოწერები, როცა მიდის რაღაცა კარგი პერიოდი, ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ეს პერიოდი გვიყვარს, მაგრამ მერე უკვე არის პერიოდი, როცა იქნება, ანუ ასე წოდებული სირთულეები. ეს სირთულეები ჩვენ გვეძლება იმისთვის, რომ ჩვენი ზრდა მოხდეს, ხო? მაგრამ აი ამ პერიოდში ზუსტად ბევრჯერ, ну, ხშირ შემთხვევაში ადამიანი მერე უკვე აი ზოგი ძახის არ მინდა, არ მჭირდება, აღარ ეგეთი რასაქციელი აქვს და ასეთი იყო და რამ შეცვალა. აი ეს არის პერიოდი ზუსტად ცოტა რთული, როცა შენი ნამდვილად გიყვარს თუ არა, აქ იქნება შემოწმება. აი აქ. იმიტომ რომ ჩვენ უნდა როგორც გეუბნებით, სულიერი განვითარება უნდა მოხდეს თქვენი აუცილებლად და გეძლევათ ისეთი პერიოდი, სადაც თქვენ სხვათა შორის ჰარმონია არის ეგ კიდე, ხო? იმას ნიშნავს, რომ აქ თქვენ ამ პერიოდებს, ხო, გაივლით ნამდვილად აი ასე კარგად, იმიტომ რომ თქვენ სხვანაირად უყურებთ ამ სიტუაციას რა. სხვანაირად უკვე შეხედავთ იმას, რომ თითქოს აი დაბრუნება არის რა. ხა აგიხსნით კიდე როგორ იცით, აქ უკვე თქვენ ადრე დაუშვით, ჩვენ ხო თქვით რომ აქ რაღაცა პერიოდი დასრულდა, თქვენ რაღაცები უკვე ისწავლეთ იმ პერიოდებში, უკვე იყო რაღაცა მომენტები, არა აქვს მნიშვნელობა ეს ახალი ურთიერთობაში იქნება თუ ეს ძველი ურთიერთობა, რომელიც განახლდება, თქვენ უკვე სხვანაირად შეხედავთ სიტუაციას, სხვანაირად იმოქმედებთ, უფრო სიყვარულით იმოქმედებთ თქვენ. უკვე სხვანაირი მიდგომა გექნებათ რა, შეიძლება თქვათ უცბად, ანუ აქ არ იქნება რა ის მომენტი, რომ ადამიანი თქვათ, всё არ მომეწონა და დავშორდე. არა, დაფიქრდებით, იმ ადამიანსაც გაუგებთ, რატო და ასე შემდეგ. ნუ აქ რაღაც ძალიან დიდი სამუშაო კი გექნებათ, მაგრამ აი რაღაც ჭკვიანურად რა იქნება რა თქვენი ქმედება და შემიძლია გითხრათ, რომ ეს პერიოდი უფრო კარგი უნდა იყოს რა, მოდით ასე რომ ვთქვათ, აი სასიყვარულო თემაში ძალიან კარგი იქნება და დაუშვათ შეიძლება მიიღებთ კიდევაც იმ ადამიანს, რომელზეც იყავით ნაწყენი, რომელიც თქვათ შეიძლება თქვათ ადრე გული გატკენათ, მაგრამ თქვენ თუ გაანალიზებთ, რატო იყო ეს ყველაფერი, რისთვის იყო ეს ყველაფერი, სხვანაირად მიიღებთ უკვე ამ ყველაფერს, აი მოთმინება. კარგით, მოდით აბა შემდეგი ვნახოთ ჩვენ ახალი რა შემოვა, რა შანსი, რა შესაძლებლობები. რა ნახეთ, ახლა ფორტუნა მეტი რაღა გვინდა ახალი, ხო? აი ზუსტად გვაჩვენებენ, რომ აქ ექნება რაღაც ძალიან სასიამოვნო ცვლილებები თქვენ ცხოვრებაში, ახალი შანსი იქნება, ახალი შესაძლებლობები იქნება, ახალი აი თითქოს შეიძლება სხვანაირად შეხედო სიტუაციებს. ნუ აქ უკვე დავიდა ისედაც ეს ვექტორი რო მოგცეს, მართლა ეგრე, აი სხვანაირად იმოქმედებთ ურთიერთობებში, სხვანაირად რა და ეგრე ფორტუნაც მაგას გვეუბნება, ფორტუნა რა, აი ახანუ კი ბატონო. აგერ არის, ანუ ახალი განახლებული შეიძლება გეუბნებით, რომ აი თქვენ თვითონ იქნებით როგორ, აი აქ ყველა ვარიანტში რაც გითხარით, აღარც მინდა და მაგის გამეორება, რომ თქვენ სუსხან, აი უფრო ბრძნულად შეხედავთ თქვენ სასიყვარულო თემებს, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ბევრი რაღაცები ისწავლეთ და აღარ გინდათ უკვე თქვენ ის მომენტები, რომ თქვათ გამეორდეს ისევ, იმიტომ რომ თქვენ ბევრი რაღაცა ისწავლეთ, თუ დაუშვით, გქონდათ პაუზა, თუ ადამიანი წავიდა ურთიერთობიდან, ხო? აი აუცილებლად თქვენს გულში ჩაიხედავთ, თქვენს ემოციებში ჩაიხედავთ და ისწავლეთ. აქედან აი ნუ რაღაც სასწაული ცვლილებები დაიწყება თქვენში. სულ სხვანაირად მიიღებთ თუნდაც იმ სიტუაციებს. ადრე თუ თქვენ ბრაზდებოდეთ, ადრე თუ თქვენ დაუშვით ეგრევე დაასრულებდით ან რაღაცას მაგას ვთქვათ დააყრიდეთ, რა ვიცი მე წყევლას, ხო? ეხლა მასე აღარ მოიქცევთ, უკვე დაფიქრდებით, როგორ მოვიქცე. თუ მიყვარს ადამიანი, მოდი აბა ვნახო რა უნდა რომ მითხრეს ამ ადამიანმა, თუნდაც თავისი საქციელით, რომელსაც მე ვერ ხვდები, თქვათ, ხო? აი სხვა განახლებული იქნება, ახალი შანსი გექნება თქვენ ნამდვილად. კიდე მინდა ვნახო.
სხვათა შორის ფინანსებში ძალიან დიდი ცვლილება გელოდება თქვენ. შეიძლება ბევრ რაღაცებს აკეთებდეთ, ბევრ რაღაცებს დებდით. აი, აქ დაჟე შემიძლია თქვაცა სიყვარული თემა თუ ვინმეს არ აინტერესებს, ან აქაც ფინდაკლების გვაჩვენებენ, ხო? შეიძლება თქვენ ანუ ადრე თქვა უფრო მეტი მოთმინება გექნებათ იმ საქმესთვის, რომელიც თქვენ დაუშვათ. შეიძლება თქვა დავიწყე საქმე, მომწონს, კარგია, მაგრამ ნუ ახლა არის, თქვა გაჩერება, ხო? და რაღაცა ისე არ არის, როგორც მე ვფიქრობდი, რომ იქნება, ხო? დავშნე, მეგონა რომ ყველაფერი ისე ადვილად წავა, მაგრამ უცბად თქვა შეჩერდა სიტუაცია. აი ამ შემთხვევაშიც თქვენ ნამდვილად სხვანაირად დაიწყებთ აქმედებას, იმიტომ რომ აქ გეუბნებიან, რომ შეიძლება თქვენი დამოკიდებულება და თქვენ ნამდვილად ახლა უკვე როგორ არის კიდე იცით, რომ შეიძლება ბევრი რაღაცები გააკეთეთ თქვენ, მაგრამ იმ საქმეში, რომელშიც თქვენ დებდით დროს, ენერგიას და ჯერჯერობით შეიძლება არ გქონდათ, თქვათ შედეგი, აი ახლა ეს შედეგი მოგივათ, აუცილებლად თქვენ დაჯილდოვდებით, იმიტომ რომ მოთმინება გექნება და ანუ როცა ზუსტად შენ რო აი ტექნიკებში ხო გითხარით რომ გასწავლეთ კი ბატონო ჩვენ რამე ჩავიფიქროთ ჩვენ რაღაცები გავაკეთეთ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეხლა ყოველ წუთში უნდა შევამოწმოთ ჩვენ ეხლა რო რაღაცას რო ყვავილს რო თესავთ ჩვენ იმას ყოველ წუთში არ უყურებთ თქვათ რომ ეს ამოვიდა არ ამოვიდა ხო იმას არ უყურე ან მოდი ამოვთხარო ეხლა რა შვება ეხლა იქ რასაკეთებ არა აი ზუსტად ეგ არის და როცა შენ მისცემ დროს თქვათ ეხლა ამ ყვავილს მე ისე კარგად გაიზრდება და ისე გაგახარებს რომ აი იგივე სიტუაცია არის აქ. შემდეგი ჩვენ გვაქვს პოზიცია, ანუ რა მიდის, რა დასრულდება თავისით. აი დარდით თქვენი ნამდვილად რა მიდის, ნახეთ როგორ მიდის თქვენი დარდები. ყველაფერი რა, იმიტომ რომ ნუ აქ ხა ეს გაშლა იქნება უეჭველი იმ ადამიანისთვის, ვინც თავის თავზე მუშაობდა. თუ თქვენ ახლა არაფერი გაგიკეთებია, თუ თქვენ ახლა არაფერი ახლა არ ცვლილები, არაფერი აი თქვენს თავზეც არ მუშაობთ, ნუ ეს არ იქნება თქვენი გაშლა. აქ იქნება უეჭველი, ეგრევე მაჩვენებენ მე ადამიანს, რომელიც თავის თავზე მუშაობს, რომელიც ვითარდება, რომელიც ახლა რომელსაც აინტერესებს ნამდვილად, აი როგორ რა შემიძლია კიდე შევცვალო იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრება გაუმჯობესდეს კიდე. აი ზუსტად აი იმიტომ აჩვენებენ რომ აქ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან აი ეს დარდი რომელიც უკვე აღარ მუშაობს თქვენზე ის ემოციები რომელიც უკვე აღარ მუშაობს აი ციკლს ამთავრებთ თქვენ იმიტომ რომ ადამიანი რო გადავიდეს ახლა მერვე ენერგიიდან მეცხრე ენერგიაში აქ არის ძალიან ბევრი სამუშაო იმიტომ რომ მერვე ენერგიიდან ადამიანი უკვე ანუ მე ვტოვებ ყველაფერს რა ზურგს უკან ის რაც მე მაწუხებ და ის რასაც მე უკვე ну აღარ მუშაობს რა ეს ემოცია, იმიტომ გვეუბნებიან ახალი რა. ესე იგი შენ თუ სულ ადრე ნერვიულობდი, შენ მივხვდი რომ ნერვიულობას არაფერი არ მოაქვს ჩემს ცხოვრებაში კარგია, ხო? მარტო თქვათ ეს უჯრედები ნერვიული სისტემის ბუჭდება ასე რომ ვთქვათ, ხო? ზიანდება. ამიტომ ახლა რა აზრი არის, რომ აი რა აზრი აქვს ჩემს ნერვიულობას, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემი ნერვიულობა არაფერს მე არ მომიტანს კარგ სიტყვაზე. ან დაუშვეთ ახლა თუ თქვენი პარტნიორი სიტყვაზე წავიდა და არ გწერს თქვა ჩუმად არის და რაღაც თქვენ თუ ადრე დაუშვეთ ახლა მილიონ SMS უგზავნით სადახარ რატომ მეკცევი ასე და მე შენ ასეთი და შენ ესეთი და თქვენ ახლა შეგიცვლებათ ის მიდგომა რომ მიხვდებით რომ მე თუ ჩემი თავი არ დავაფასე ის არც გამოჩნდება რა და მე თუ მაგას twin შეუჭამ ახლა ხო ის არ გამოჩნდება პირიქით უფრო გაღიზიანდება უფრო დამბლოკავს უფრო რაღაცასას ანუ თითქოს მიდიხართ რაღაცა აი სხვანაირ ეტაპზე რა ანუ ჯობია რომ თქვა გავჩერდე ვიცი რომ მამაკაცია ვიცი რომ მამაკაცები სულ სხვანაირად ახლა ამ სიტუაციას აღიყვავენ მაგას ჭირდება დრო რომ მიხვდეს თუნდაც რომ ეს ურთიერთობა რამდენად მნიშვნელოვანია რამდენად ვჭირდები მე მაგ ადამიანს ამისთვის კაცს ჭირდება დრო ну ეს როგორც მაგალითი ისე გეუბნებით რომ შეიძლება აი ასე თქვენ საქმეს მიუდგეთ გაიგეთ რა ნამდვილად უფრო აირჩევთ გზას რომ მე მერჩევნია რომ მე თქვა ახლა ან წავიკითხო რატომ მამაკაცი ასე იქცევა ან თქვა ქალი რატო ასე იქცევა ხო ფსიქოლოგიურად სიტყვაზე მიუდგები საქმე ან სრულიად ვაფშე დავკავდები ჩემი საქმეები და ჩემი ენერგია თქვა საერთოდ
ანუ ჩვენ საქმეებისკენ გავუშვათ, ხო, სადაც ჩვენი ფიქრი იქ არის ჩვენი ენერგიაც რა. ამიტომ აღარ მინდა ვიფიქრო მე ისეთ რამეზე, რაც არ გამოვიდა, ხო? თუ გინდა რომ შეიცვალო შენი სიტუაცია, უნდა შეცვალო მიდგომა. თუ შენ გინდა რომ სიტუაცია შეიცვალოს და შენ ერთი და იგივეს აკეთებ, არასოდეს არაფერი არ შეიცვლება, იქნება ისე ვისი იგივე. ესე კიდე თქვა ერთმა ძალიან საინტერესო მეცნიერმა Einstein-ა. Так, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ შემდეგი. ანუ, ესე იგი, რა იქნება შენი ძალა? ანუ, რაზე შეგიძლია შენ დაეყო ამ ცვლილებების პერიოდში, ხო? შენი ძალა იქნება შენი, ანუ აქაც ახლა ნახეთ, ანუ, ესე იგი, ნახეთ რა საინტერესოა, საერთოდ რას იძახიან კიდე. როცა ჩვენ რამეს დაუშვათ ახლა ხო თქვით რომ თუ გინდა ჩვენ ახალი რამე მოხდეს აუცილებლად ჩვენ სხვანაირად უნდა ვფიქრობდეთ ხო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ რასაც თქვენ აკეთებდეთ ეხლა უნდა თქვათ გაუფასურება გააკეთო რომ ეს არაფერი აღარ არის ეს არის სისულელე აი ხა მე ახალს რო დავიწყებ აი იქ იქნება ყველაფერი და არა ჩვენ ყოველთვის აი ჩვენი გამოცდილება არის ჩვენი ძალა იმიტომ რომ თქვენ იქ რასაც თქვენ უკვე გააკეთეთ, რასაც თქვენ ახლა უკვე გამოცდილი ხარ, რასაც თქვენ უკვე ჩადეთ თქვენი ენერგია, ანუ ესაც არის თქვენი ძალა. იმიტომ რომ მაგაში თქვა, ნუ რაღაცა პერიოდი აქ დაჟე რას გეტყვით, იცით, ნახეთ როგორი მომენტი არის. ის ჩვენ ხო ვამბობთ იმაზე, რომ პერიოდი რაღაცა მიდის, ანუ ეს უკვე აღარ გჭირდება, всё. ის გამოცდილება დავტოვ, აი როგორც მე-16 ენერგიაში, ხო? ჩვენ ვტოვებთ ეს ახლა ჩემოსწავლებმა გიიციან, რომ ეს მე-7 არის ჯვარი. თქვენ გეუბნებით, რომ გაიგოთ, საიდან ინფორმაცია მომდის. ანუ, ესე იგი ჩვენ უკვე იქ გამოცდილება გამოვიარეთ და უკვე ჩვენ ნამდვილად იმ გამოცდილებას უბრალოდ ვიყენებთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენ გჭირდება. და რაც აღარ გჭირდება, ჩვენ მაგას ვტოვებთ, ხო? მაგრამ ეს ჩვენი, თქვათ, ეს ცოდნა, ჩვენი ეს გამოცდილება, ის რაზეც ჩვენ უკვე ადრე დავხარჯეთ დრო, იქნება ჩვენი საფუძველი, შეიძლება ის ცოდნა, თქვათ, ხო? ის არის საფუძველი, რომელიც ჩვენ მოგცემს მერე უკვე წინსვლას. ამიტომ უნდა დაჯდეთ, უნდა დაფიქრდეთ, უნდა გაანალიზოთ და აი მერე უკვე გააგრძელოთ თქვენი გზა. ეს არის თქვენი საყრდენი. მოდით ნახოთ ახლა რას გასწავლის თქვენ ახლა ეს ცვლილებები. შეიძლება ეს ტრანსფორმაცია იყოს, შეიძლება თქვენი ზრდა. რას აი იმენა სწავლა. აი თავიდან. აქ გეუბნებით, შეიძლება ზოგი მართლა შეცვლის პროფესიას, არ გამიკვირდება. ზოგი შეიძლება შეცვლის ქვეყანას, შეიძლება შეცვლის вообще საერთოდ აი როგორც ჩემ ცხოვრებაში მოხდა, ნუ მაგალითს გეუბნებით, იყო სკოლის დირექტორი, მასწავლებელი მთელი ცხოვრება და უცბად შეიცვალა ერთ დღეში ყველაფერი, გავხდე თქვა, ეხლა ეზოტერიკოსი და იმიტომ რომ გაიხსნა ეს ნიჭი, ხო? იმიტომ რომ ესეც არის გადასვლა სხვათა შორის ადამიანი მიდის ეზოტერიკაში, იმიტომ რომ შეიძლება უკვე მიწიერ დონეზე ყველაფერი ახლა თუ რამე იყო, გავიგე, მაგრამ დამჭე კითხვები რა და მაინტერესებს ახლა მე დაუშვათ კიდე სხვა რაღაცა ხო არსებობს, თქვათ რომ რაც შეიძლება რომ ვქათ მე მასწავლოს და მომცეს უკვე სხვა დაუშვათ ახლა შედეგი რა, იმიტომ რომ მინდა სხვა შედეგი. და ვნახოთ ახლა ანუ იტოკ რუსულად დავიწყე ხო? ანუ რა ცვლილებები უკვე რა აი მოკლედ უახლოს მომავალში ეს იქნება, ნახეთ, აქ არის პაჟი პენტაკლის. ეს იქნება როგორ? მაინტერესებს, მინდა გავიგო, მინდა შევიძინო, შეიძლება ზოგმა იყიდოს ახალი კურსები თუნდაც, ხო? იმიტომ რომ ახალი რაღაცა მინდა შევისწავლო, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ახალი რაღაცა მე მომცემს ახალ ცხოვრებას, ხო? აი იგივე მაგალითი ჩემი და როცა მომივიდა ეს თავში რომ წადი იყიდე ტარო, ვიყიდე ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა საერთოდ რა. და ამიტომ აი ეს როგორც მაგალითი გითხარით, შეიძლება თქვენ ზოგში სხვა ქალაქში ახლა სხვა სამსახური, სხვა რაღაცა ისეთი თქვათ, აი რაზეც თქვათ ადრე თქვენს თავს არაძლევდით უფლებას, რომ დაუშვათ თქვენში გახსნილიყო, ხო? აი ეხლა უკვე თქვენ ნამდვილად მისცემთ საშუალებას და უფლებას თქვენ თავს, რომ ეს ახალი მინდა, იმიტომ რომ ეს ახალი შანსები დაიწყება, ახალი კარებიც გაგიღებათ და ნამდვილად ეხლა ეს იქნება პირველი შეიძლება თქვენი ნაბიჯი ახალი ცხოვრების რა. მოდით კიდევ ვნახოთ ეხლა ანუ
კიდე რა იქნება აქეთ რა. კი, აი თქვენ ნახეთ ძალას მოგეცემათ ყველანაირად. აქ როგორი სიტუაცია აი ნახეთ ის სირთულეები რომელიც თქვენ გქონდათ, თქვენ ძალიან გამოგადგებათ ეს სირთულეები, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა ისწავლეთ და ეს არის ძალა. თქვენი ძალა. ანუ თქვენ შეიძლება იმ პერიოდში ისწავლეთ როგორ უნდა გააკეთოთ თქვათ ახლა სწორი ეკონომია. ის კი არა რომ თქვათ ახლა ფული შევინახო სადღაც არავის არაფერი არ მივცე. არა. ანუ სწორედ უნდა როგორ უნდა თქვათ ახლა ეს ხარჯები ჩემი თქვათ დავალაგო, ხო, სად შემიძლია, სად არ შემიძლია. ეს იქნება რაღაცა აი სხვათა შორის აქ ახალი ფინანსებიც იქნება რა, იცით? ახალი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ როგორი მომენტია იცით რომ თქვენ აქ აი რაღაცა სიძლიერე გექნებათ, სიძლიერე მოგეცემათ, იმიტომ რომ აქ უკვე 6-იანი არის პენტაკლების, აქ 5-იანით მთავრდება. და აი ეს პერიოდი რომელიც თქვენ გქონდათ, всё, აქ ახლა მაჩვენებენ რომ უკვე იმპერატორი ხართ, ხო? ანუ ადამიანებმა რომელმაც უკვე იმდენი სირთულეები გამოიარა, რომ ეხლა ახალი შანსი რო ეძლევა ამ ადამიანს, უკვე შეუძლია აი როგორც პროფესიონალი ჩემი საქმეში, იმიტომ რომ ის სირთულეები, ხო, რომელიც მე მქონდა, ამ სირთულეებმა მომცა მე უდიდესი ძალა იმისათვის, რომ ჩემი ახალი ცხოვრება ნამდვილად აი ახალი გზა, თქვენი ახალი გზა რომელმაც ახლა კი ბატონო, აი ნახეთ როგორ საინტერესო არის რა. აქ მოგიტან ძალიან დიდ სიუხვეს ეს უეჭველი რა. და ნახეთ იმპერატორი და სხვათა შორის კიდე რა ინფორმაცია წამოვიდა, იცით? შეიძლება თქვენთან აქ როგორი თემა იქნება, ვის აქტუალურია. იმიტომ რომ მაინც ახლა ესეთი არკანები არის, შეიძლება თქვენთან თქვენს პარტნიორს დაუშვათ, ხო, ვინც გიყვართ თქვენ, იმას ქონდა რამე სირთულეები და ახლა ეს ამ ადამიანმაც ახლა ეს აი თითქოს როგორ არის გამოდის რთული პერიოდიდან და შეიძლება მაგიც გაძლიერდება დაუშვათ, ხო, ანუ ან თქვენ, ან თქვენი პარტნიორი ხარ, მაინც საჯარო გაშლა და ამიტომ გეუბნებით რა. ნუ მოდით კიდე ერთ რჩევაც ავიღოთ თქვენთვის და რა რჩევა? ანუ არ შეგეშინდეთ ამ ცვლილებებს, რომელიც იქნება, არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ეს ნახეთ როგორ მოშავს, ეს დამშვიდდება და დაწყნარდება, აი დავიდან ხო თქვენ ჩვენი ენერგიაზე ცხოვრება, ანუ მთავარი ვექტორია, ნუ გეშინიათ არანაირი ცვლილებების, ყველა ცვლილება არის ძალიან კარგი, მაგრამ თქვენ ცხოვრებაში უკვე დასრულდა ეს რთული პერიოდი, თქვენ რაღაცა დაასრულეთ კარმული გაკვეთილები და ეხლა უკვე შეგიძლიათ რომ უბრალოდ აი გამარჯვებული ხართ, მოდით ასე, ეს ყველაფერი თქვენი გამოცდილება მოგიტან ძალიან დიდ წინსვლას, ჩემო ლამაზებო, რასაც რა თქმა უნდა მე თქვენ გისურვებთ.